დღეს მოვამზადებთ მწყემსის ღვეზელს, მაგრამ სანამ რეცეპტს მოგიყვებით, მითხარით, სექტემბერი უფრო ხარჯიანი გაქვს თუ დეკემბერი. სწავლა იწყება, დაბადების დღეები და ზაფხულის შემდეგ დაცარიელებულებს ყველაფერი თავიდან გვაქვს შესაძენი. ხანდახან ესეთი პრობლემები ექსპრეს ლომბარდით გვარდება. ექსპრეს ლომბარდში არიან სერტიფიცირებული ექსპერტ შემფასებლები, რაც ნიშნავს ძვირფასი ნივთების განსაკუთრებული სიფრთხილის შეფასებას. რაც მთავარია, აქვთ მისაღები პროცენტი და მოქნილი გადახდის პირობები. ასევე აქვთ მაღალი შეფასება ოქროზე და ეს თავადაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ 24 შვიდზე მომსახურება და ფილიალები საქართველოს მასშტაბით. ეხლა კი რაც შეეხება რეცეპტს. წვრილად დაჭერით ხახვის, სტაფილო, ნიახურის ღეროები და ოხრახუში. შემდეგ ტაფას მოასხით ზეითუნის ზეთი და გადაიტანეთ ფარში. ფარში რომ მომზადდება, გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში, იმავე ტაფაზე დაამატეთ ზეთი და გადაიტანეთ დაჭრილი ბოსტნეული. ასევე დააჭრილეთ რამდენიმე კვილი ნიორი. ბოსტნეულიც რომ მოითუშება, დაამატეთ ფარში. მარილი, პილპილი, ტომატ-პასტა და წითელი ღვინო. ღვინო არ გამოდავოთ, ძალიან უხდება. დადგით ცოტა ხანი ცეცხლზე და ეხლა მივხედოთ პიურეს. კარტოფილი გათალეთ და დაჭერით კუბებად. ესე უფრო სწრაფად მომზადდება. დადგით მოსახარშად. რომ მოიხარშება, შემდეგ დაამატეთ კარაქი, გახეხილი ყველი, ნესულგუნი გამოვიყენე, მარილი და რძე. ყველაფერი კარგად ჩასრისეთ, რომ მიიღოთ ერთიანი პიურეს მასა. შემდეგ მზა ფარშს დაუმატეთ ოხრახუში. ამოურიეთ, გაასწორეთ ზედაპირი და გადაიტანეთ პიურე. ისიც გაასწორეთ, ცოტა გახეხილი ყველიც მოაყარეთ, რომ თავი კარგად დაებრაწოს და გაუშვით გამოსაცხობად 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი. გემრიელად მიირთვით.